74 ადგილიდან 65-ზე ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით საქართველოს რეიტინგი 2022 წელთან შედარებით 9 პოზიციით გაუმჯობესდა, თუმცა პოზიტიური წინსვლის მიუხედავად ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა 29.9 მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წერს. ინოვაციების გლობალური ინდექსი ჯამში 132-მდე ქვეყანას აფასებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი, ინფრასტრუქტურა, საკრედიტო გარემო, ინვესტიციები, ვაჭრობა, ბიზნესის განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები, ასევე შემოქმედებითი პროდუქტები. საქართველოს საშუალოზე მაღალი ქულებით შეფასდა მხოლოდ ინსტიტუტების კატეგორიაში, ხოლო საბაზრო გარემომ, ინფრასტრუქტურამ, ცოდნამ და ტექნოლოგიებმა, ასევე შემოქმედებითმა პროდუქტებმა საშუალოზე დაბალი ქულა დაიმსახურა. საქართველოს აღნიშნულ რეიტინგში მოწინავე პოზიცია 42 ადგილი 2019 წელს ეკავა. ეს ინდექსი 7 კომპონენტში აფასებს ქვეყნებს, ეს არის იგივე ინსტიტუტები, საბაზრო გარემო, ინფრასტრუქტურა, ბიზნესის განვითარების დონე, ტექნოლოგიები, განათლება და ცოდნა და შემოქმედებითი პროდუქტების შექმნა. ამ კუთხით მინდა აღნიშნო, რომ ინსტიტუტების ნაწილში საქართველოს ტრადიციულად ყველაზე მაღალი ქულები აქვს ხოლმე, ასევე სხვა ქვეყნებთან შედარებით ნორმალური ქულები აქვს ადამიანური კაპიტალის და ბიზნესის განვითარების დონის თვალსაზრისით. რაც შეეხება საქართველოს ყველაზე დიდ სისუსტეებს, ასე ვთქვათ, პირველ რიგში ეს არის შემოქმედებითი პროდუქტების შექმნის მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ნაკლებად იქნება ახალი ინოვაციური პროდუქტები, ასევე დაბალი შედეგები აქვს საქართველოს კვლევების და ტექნოლოგიების მიმართულებით.